თვალიშვილი იანთან დამარცხების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს ავქის სუპერ მსუბუქი წონით დივიზიონში მერაბ თვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება იანს დარჩა. იანმა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა. ბრძოლის დასრულების შემდეგ მერაბ თვალიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა. არ მინდოდა ჭიდაობა და მოსაწყენი ბრძოლა. მინდოდა მაყურებლები გამერთო, მაგრამ დღეს ასე მოხდა. იანმა მაჯობა. დიდი მადლობა ავქის და დენა უაიტს. იანს გამარჯვებას ვულოცავ, ის დღეს უკეთესი იყო. რემატჩი მინდა. მე ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და ბევრ რამეს ვსწავლობ. წელიწადში 4 ჯერ წონის კლება რთულია, მაგრამ ამის გამო თავის მართლებას არ ვაპირებ. ვიმეორებ, რემატჩი მსურს. შეგახსენებთ, რომ 34 წლის თვალიშვილი ავქში 2017 წლიდან გამოდის. 17 ბრძოლა გამართა, 17 გამარჯვება, 3 მარცხი. ზედიზედ 14 გამარჯვების შემდეგ მანქანას წარმატებული სერია დღეს იანთან შეწყდა.